ბათუმში პანიკაა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ეგრეთ წოდებულ ხოფას ბაზარში მოვაჭრეებმა ევაკუაცია დაიწყეს დამწვარია ფართობი 500 კვადრატულ მეტრზე. წინასწარ ინფორმაციით აფეთქდა პიროტექნიკის მაღაზია. ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე რემონტი იყო, მიმდინარეობდა რკინის შედუღების სამუშაოები. განადგურდა დაახლოებით 100 მაღაზია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, მიზეზებს გამოძიება დაადგენს. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს. თქვენ თვალსადევნებთ პირველ კადრებს ბათუმიდან. არ ვიცი ახლა მოვედი. ამ წუთში მოვედი და ხელი არ გმანობაში. გადავჭი დავცალებ კონტეინერი. ყველამ დაცალა? ყველამ დავცალეთ, ყველამ ვერ დაცალა ზოგს შითაკ როგორ გაიტანეს ეს კაცი სასწრაფოებს. რა აფეთქდა, როდი როგორ ვერ გეტყვით, არაფერი არ ვიცი, 5 რიგის უკან არის ძებით აფეთქებული და მე აღარ მესამეში ვარ. რა კონტეინერები ჯერ სავსე გვაქვს. რა ვიცი, ბეშენია რომ გამოდმო აქ ცეცხლი თუ არ გადმო არ ვიცი. ლოდინი ჯერ ველოდები, თუ მე-4 რიგში გადმოვიდა ხომ, ჩვენ ყველამ და დავცალოთ, თუ მოახერხეთ ეს დაცლა და თუ გავაკეთეთ. ამ დროისათვის ხდება უკვე ხანძრის ლოკალიზება და ახლობით რამოდენიმე ზოლში ხანძარი მთლიანად ლოკალიზებული იქნება. როგორც იცით, აქ იყო დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, იყო აფეთქებები და ამის გამო შეფერხდა პატარა დროის მომენტი, მაგრამ ფისხალობით ჩემი ინფორმაციით დაშავებულები და მსხვერპლი არ არის და დაახლოებით რამოდენიმე ზოლში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებული იქნება. დაიცვა დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საკონტეინერო objekტები, სადაც იყო შერეული საქონელი და ასევე დიდი რაოდენობით საახალწლო პიროტექნიკა.